თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ავლაბარში, ფერისცვალების ქუჩის მიმდებარე დგას ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დავიწყებული და მტკივნეული ნაგებობის ნაშთი. კარმირ ვანგი, იგივე წითელი მონასტერი, სომხური სურბ ასტვაწაწინის ეკლესია. მისი ისტორია რამოდენიმე საუკუნეს ითვლის. ეკლესიის აშენების თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია არსებობს. 1735, 1775 ან 1809 წელი. თუმცა მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკლესია 1809 წელს აშენდა. ცნობილია ისიც, რომ ეკლესია აშენდა შამხურიდან თბილისში გადმოსახლებული სომხების მიერ და მალევე იქცა მნიშვნელოვან სულიერ და საზოგადოებრივ ცენტრად. ეს იყო შთამბეჭდავი ნაგებობა. დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლის, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სომხურ ეკლესიად აქცევდა თბილისში. მას ჰქონდა დიდი დარბაზი, გუმბათი, სამრეკლო სკოლა და ეზო, სადაც მრავალი ოჯახის საფლავი მდებარეობდა. საუკუნეების განმავლობაში ეკლესია არა მხოლოდ სალოცავი ადგილი, არამედ კულტურული და საგანმანათლებლო კერაც იყო. მე-19 საუკუნეში ტაძარს არაერთხელ ჩაუტარდა რესტავრაცია. ეკლესიის მოვლასა და შენარჩუნებაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც სასულიერო პირები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. არსებობდა სკოლა, სადაც სწავლობდნენ ბავშვები და ეკლესია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ავლაბრის ცხოვრებაში. თუმცა საბჭოთა პერიოდი ამ ტაძრისთვის მძიმე აღმოჩნდა. 1920-იანი წლებიდან ეკლესია დახურეს. მოგვიანებით კი მისი ფუნქცია მთლიანად შეიცვალა. იგი ჯერ საწყობად გამოიყენებოდა, შემდეგ კი საწყობად, ხოლო 1980-იან წლებში მხატვრების სახელოსნოდ. 1999 წლის aprilში ეკლესია ჩამოინგრა. ოფიციალური ვერსიით მიზეზი მცირე მიწისძვრა იყო, თუმცა იმდროინდელი ცნობები ეჭვს ბადებს, რომ ნგრევა შესაძლოა მიზანმიმართულიც ყოფილიყო. ფაქტია, რომ ამის შემდეგ ტაძარი აღარ აღდგენილა. დღეს კარმირ ვანკიდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ძირითადად აღმოსავლეთი კედელი და მცირე ფრაგმენტები. ადგილი, რომელიც ოდესღაც სულიერებისა და კულტურის ცენტრი იყო, ახლა მიტოვებულია. სამწუხაროდ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. ეკლესიის ტერიტორია დაუცველია და ხშირად სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. ადგილი, რომელსაც ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობა აქვს, დღეს ხშირად ხდება თავშეყრის სივრცე. უპატრონო დარჩენილი ადამიანებისთვის გამოიყენება როგორც საცხოვრებელი და არაერთი ცნობით გარყვნილი და დაუშვებელი ქმედების ჩასადენადაც. ეს ყველაფერი არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის, არამედ საზოგადოების პასუხისმგებლობის პრობლემასაც აჩენს. წლების განმავლობაში არაერთხელ გაჟღერდა მისი აღდგენის ან დაცვის მოთხოვნა, თუმცა დღემდე რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. მივესალმები მართლმადიდებელს ჟურნალისტთა კავშირს. დიდო მადლობას ვუხდი, რომ ყურადღება მიაქციეს ამ სომხურ ეკლესიას, რომელიც აშენებულია მე-17 საუკუნეში და ჩამოინგრა 99 წელს თავისით და ეს იყო ყველაზე მაღალი ეკლესია თბილისში. გუმბათი იყო 40 მეტრში, 40 მეტრიანი ეკლესია იყო და ძალიან გვინდა რომ გაკეთდეს რესტავრაცია აი ამ ეკლესიის, იმიტომ რომ ტუალეტად მოექციეს ეს ეკლესია და არასწორი რამეა და არ არის ლამაზი და ეს არის კულტურული ძეგლი, რამდენიც მე ვიცი და დიდი მადლობელები ვიქნებით მოსახლეობა და ჩვენ, რომ თუ გაკეთდება რესტავრაცია ამ ეკლესიის. პირველ რიგში მადლობას მოგიხდით, რომ დაინტერესდით ამ ძველი მე-17 საუკუნის ეკლესიით და მოსახლეობას აქვს ეგეთი თხოვნა. გაბილწულია აქაურობა და იქნება როგორმე ან შემოვღობოთ, ან რაღაცა გავასუფთავოთ, რომ აქ არც შპრიცები ყრია, ცარელა ბოთლები, ყველაფერი ადამიანს ვერ გაუულია. ჩვენ დავდევთ აქ ვიღაცა რომ შემოვა ხოლმე. მამაპაპურად აქ დაბადებული გაზრდილი ვარ, მოსწრებული ვარ ამ ეკლესიის დანგრევას და თხოვნა იქნება, რომ ყურადღება მიაქციოთ და ან რესტავრაცია გავაკეთოთ, ან როგორმე აღვადგინოთ ეს სალოცავი. 55 წელს სადღაც უკვე მაგ პერიოდში აღარ ფუნქციონირებდა ეს სალოცავი და აქ იყო საწყობი. შემდეგ უკვე გაიხსნა ეს ბოქსის სექცია იყო. მამაჩემი დადიოდა ბავშვობაში ამ სექციაში და ვარჯიშობდნენ უბნელი ბავშვები და აი ეგეთი სიტუაცია იყო და 99 წელს ჩამოინგრა უკვე. თხოვნა გვექნება ერთი, ამ მოსახლეობას, ამ უბნის მოსახლეობას, მეტეხის უბნის მოსახლეობას ძალიან უნდა რომ გასუფთავდეს აქაურობა
გაიწმინდო საკაურობა და თუ აღდგენა შესაძლებელია რომ აღდგენა გააკეთონ და წირვა ლოცვა რომ ისევ გაგრძელდეს ამ სალოცავში. კითხვა კი კვლავ ღიარჩება. ექნება თუ არა ამ ძეგლს მომავალი და საბოლოოდ გაქრება თუ არა ისტორიის ფურცლებიდან.